მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის ახალი პროგრამის ერთი წლის შედეგები შეაჯამა სააგენტომ აწარმოეს საქართველოში. აღინიშნა, რომ ამ პერიოდში დამტკიცდა 1200-ზე მეტი სესხი, რომელთა ჯამური მოცულობა არის 60 მილიონ ლარამდე. პროგრამის ფარგლებში განსაკუთრებული შეღავათებით სარგებლობენ მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მეწარმეები, ქალი მეწარმეები და დამწყები მეწარმეები. სააგენტო აწარმოეს საქართველოში ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე და ბიზნესის ამ სეგმენტს თავაზობს როგორც ფინანსურ მხარდაჭერას, ასევე ბიზნეს უნარების გაუმჯობესებას. შესაძლებლობას. მცირე და საშუალო ბიზნესი ეს არის ის პრიორიტეტი, რომელსაც განსაკუთრებით ბოლო 10 წლის განმავლობაში ეკონომიკის სამინისტრო საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. ეს გამოიხატება მთელ რიგ სახელმწიფო პროგრამებში, როგორც ფინანსებზე ხელმისაწვდომობის, ასევე ტექნიკური დახმარების, ექსპორტის ხელშეწყობის და ასე შემდეგ. შედეგები, რომლებიც გვაქვს, აღიარებულია არა მხოლოდ ადგილობრივად, არამედ საერთაშორისო დონეზე. პროგრამის ფარგლებში მეწარმეებს საშუალება აქვთ, რომ მიიღონ სესხის პროცენტის სრული ან ნაწილობრივი სუბსიდირება, ასევე ისარგებლონ 80%-იანი გარანტიით და დამატებით მიიღონ 25,000 ლარამდე გრანტი საკონსულტაციო მომსახურების თანადაფინანსებისთვის, იმისათვის, რომ გააუმჯობესონ საკუთარი ბიზნეს პროცესები. პროგრამაში ჩასართველად მეწარმეებმა უნდა მიმართონ ჩვენ საკონსულტაციო ცენტრებს, რომელიც საქართველოს მასშტაბით უკვე 6 ლოკაციაზე ფუნქციონირებს, ან დაგვირეკონ ნომერზე 1525.